ეს უჩვეულო ამბავი ერთ ჩვეულებრივ ქალს გადახდა, რომელმაც მას შემდეგ რაც უცნაური სიზმარი ნახა, ან მას შემდეგ რაც შემთხვევით დენმა დაარტყა, ან მას შემდეგ რაც დაეცა და ტრავმა მიიღო, აღმოაჩინა რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. ეს რაღაც იყო ნათელმხილველობის, სხვისი ბედის გამოცნობის ალბათ უწინ დაფარული ნიჭი. ნამდვილად ასე იყო თუ არ იყო ასე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ახლად გამომცხვარი მკითხავის ახლად აღმოჩენილი უნარის შესახებ სულ მცირე დროში გავრცელდა ხმა და საკუთარი ბედის შეტყობის მსურველებმაც არ დააყოლეს. ახლად გამომცხვარი მკითხავი არნახულ წარმატებებს აღწევდა მომავლის განჯვრეტის საქმეში, რითაც ბევრი მუდმივი კლიენტიც გაუჩნდა. მათ რიცხვში იყო ერთი ახალგაზრდა ქალიც, საკმაოდ შეძლებული კლიენტი, რომელსაც ფანატურად სჯეროდა მკითხავის. ახლად გამომცხვარი მკითხავიც არასოდეს ბოროტად არ იყენებდა კლიენტის ნდობას. ერთ მშვენიერ დღეს მკითხავმა ისეთი რამ ამოიკითხა თავისი ერთგული კლიენტის ჭიქაში, რაც არც ისე ადვილად ითქმებოდა. თუმცა ჩვენი მკითხავი, როგორც იცით, სიმართლის თქმის მოყვარული გახლდათ და ამჯერადაც გადაწყვიტა არაფერი დაემალა ერთგული კლიენტისათვის. სათქმელი ახალგაზრდა ქალის მეუღლეს, უფრო სწორედ მეუღლის ცოლისადმი არც თუ ერთგულ დამოკიდებულებას შეეხებოდა. ხო, შეიძლება ჭიქა სულაც ტყუოდა, მაგრამ ამ არასასიამოვნო ამბავმა ძალიან შეაშფოთა და დააეჭვა ახალგაზრდა ქალი. შემდეგ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გაირკვა რომ ამ ახალგაზრდა ქალის მეუღლის ცხოვრებაში მართლაც იყო არც მეტი, არც ნაკლები სხვა ქალი. რა მოხდებოდა ამ აღმოჩენას ალბათ გასაგებია. მივყვეთ მოვლენებს. ერთ მშვენიერ დღეს ეზოში, რომელშიც ცხოვრობდა მკითხავი და რომელშიც ყოველთვის კლიენტების სიმრავლე იყო, გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი. სწორედ ის კაცი, ვის საგულდაგულოდ შენიღბულ საიდუმლოსაც ასე ერთი ხელის მოსმით ახადაფარდა ჩვენმა გამჭრიახმა მკითხავმა. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. საიდუმლოს გამომჟღავნებელს საკმაოდ უცერემონიო რისხვა დაატყდა თავს. უფრო მეტიც, განრისხებულმა მამაკაცმა მკითხავს უმკაცრესი მოთხოვნა წაუღენა. მას ნებისმიერი გზით უნდა დაერწმუნებინა ცოლი, რომ მისი ქმრის ცხოვრებაში უკვე აღარ არსებობდა სხვა ქალი. ახალგაზრდა კაცის მუქარა სავსებით სერიოზულად ჟღერდა. შემდეგ ჩვენი გმირი საგონებელში ჩავარდა. მას არაფრით არ უნდოდა ერთგული კლიენტის, ანუ მოტყუებული ცოლის შეცდომაში შეყვანა. არადა მუქარა ძალიან სერიოზული ჩანდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი, რომელიც სხვისი ბედის გამოცნობის ნიჭით იყო დაჯილდოებული, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ცნობის მოყვარი ადამიანის ბუნება, დაუცხრომელია მისი გამუდმებული ინტერესი. რისი გაგების სურვილი არ ასვენებს მას, რა თქმა უნდა საკუთარი ბედის შეცნობის. დროის, წყობის და რელიგიური მრწამსის მიუხედავად ადამიანი მიილტვის ბურუსით მოცული მომავლის გასაგებად და ამ ლტოლვით იგი იმ ბავშვზე მსგავსება, რომელსაც სატყუ არ შეაძლიეს. სწორედ ამ იდუმალებით ახსავსე თემებზე სასაუბროდ, ჩვენი ქალაქის ქუჩებს მივაშურეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ყავაში რო ჩამიხედავენ, ზოგჯერ არის რომ სრულდება რაღაცა. რა ვიცი, ჯერა ალბათ. კითხაობით მაინც და მაინც არა, მაგრამ რაღაც რო არსებობს, მაგის კი მჯერა. ხშირად ყოფილა რომ გარდაცვლილებებია ჩემი დამსიზმრებია და შეუხსენებია თითქოს თავისი თავი და უგზნობინებინა რომ შენ საფრთხე გელოდება. აი ესეთ ხშირად ყოფილა. მაინც და მაინც არ მჯერა, მაგრამ ისევ ერთად ზოგჯერ. ყავაში ჩამიხედა, ერთ-ერთმა და ისეთი რაღაცა მითხრა, რომ ნამდვილად ასრულდა რა, ჩემი დის გათხოვებაზე ძალიან მალე ასრულდა და უბრალოდ სახტად დავრჩი. აუ. ყოფილ ვარ და ამხდენი, აი ნამდვილად ამხდენი. ფიქრობ რომ ეს სისულელია. ხან მჯერა, ხან არ მჯერა. ზუსტად მიცხრა. ზუსტად მიცხრა. ნუ ახლა რაც მიცხრა, თქვენ რაში გაინტერესებს ის, მაგრამ ის ერთ თვეში რაც მიცხრა მე იმან ამიხდა ყველაფერი. ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა არ დგას მაშინ, როდესაც ქუჩაში ცივა. ფიქრი მტკვრისპირას.
ასეთი და სხვა მსგავსი ტიპის საქმიანობა თურმე გასათხოვარი ქალების და ოჯახზე გულაცრუებული ქფრების მეუღლეების საყვარელი გასართობი ყოფილა. ძირითადად სწორედ ისინი არიან სხვადასხვა დონისა და ჯურის მკითხავების ხშირი სტუმრები. მამაკაცები მკითხავებთან იშვიათად დადიან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ქალებზე ნაკლებად აინტერესებთ საკუთარი ბედის შეცნობა. უბრალოდ მკითხაობის მარტივი მეთოდები ქალებს უფრო ხიბლავთ. კაცები კი უპირატესობას თურმე ხირომანტიას, ანუ ხელზე მკითხაობას და ჰოროსკოპს ანიჭებენ. ხალხში გავრცელებული პოპულარული მკითხაობის მეთოდების მიხედვით, თურმე იმ ადამიანების დახასიათებაც შეიძლება, ვინც მსგავსი გასართობით არის გატაცებული. მაგალითად, ყავის ნალექსზე საკუთარი წარსულისა თუ მომავლის შეტყობის მსურველები მდიდარი ფანტაზიის მქონე შთამბეჭდავი ადამიანები არიან. ისინი ხშირად ილუზიაში ყოფნას ამჯობინებენ რეალურ ყოფას და უმეტესად გულუბრყვილობის მსხვერპლი ხდებიან. ბანკოს ქაღალდით მკითხაობის მოყვარულები საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ზედმეტად ცნობის მოყვარე ადამიანები ყოფილან. მათ ისიც კი აინტერესებთ, რაც საერთოდ არ ეხებათ და ძალიან უყვართ, როდესაც ვინმეს ჭკუას არიგებენ. რაც შეეხება საერთოდ ბედის წინასწარ, ნებისმიერი მეთოდით შეტყობის მსურველებს. მათი უმრავლესობა თურმე ცხოვრებაში ნაკლებად რეალიზებული და არასრულფასოვნების კომპლექსით შეიარაღებული პიროვნებები არიან. ყოველ შემთხვევაში ამას ირწმუნებიან ფსიქოლოგები. ადამიანები თავისი ბედით კმაყოფილები რომ იყვნენ, მკითხავებთან არავინ ივლიდა. საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო და არის ერთი ადამიანი. უცნაური ძალის ადამიანი, რომლის სახლშიც ერთ-ერთ ოთახში. ყოველთვის ბევრი ხალხი ირეოდა. რატომ და იმიტომ. რომ მეძინა მე მქონდა ხილვები, მე კავახელში ჭიქა, ყავის ფინჯანი რა თქმა უნდა და მაჩვენებდნენ ნიშნებს და ამ ნიშნებით მე ხედავდი რომ რას ნიშნავდა, როგორ ნიშნავდა. თუმცა ქალბატონი ქეთევანი უბრალო მკითხავის სტატუსისთვის არ იყო გაჩენილი. მაღალი ძალებისგან გაჩენილი. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ბავშვი ვიყავი 2-3 წლის, როცა ანგელოზებს მივყავდი ცაში. ნუ ეს რა თქმა უნდა გაურკვეველი იყო ჩემთვის, რატომ ამომარჩიეს მაინც და მაინც მე მივყავდი ცაში და მაბრუნებდნენ. გააზრდილ და მშვიდობით დედამიწაზე დაბრუნებულ. ქალბატონ ქეთევანს განსაკუთრებული ხედვა ჩამოუყალიბდა. მომავალს ხედავ ძალიან ნაცვლად. ნუ ეს როგორ შეიძლება ახლა ეს შეიძლება პირდაპირ გავიდებ თქვათ ტრანსში და გითხრათ თუ თუნდაც თქვენ რა გელით მომავალში. ასეთი ნიჭი ჩვეულებრივი ადამიანისთვის უცნაურობაა, მაგრამ არა ქალბატონი ქეთევანისთვის. ალბათ ეს ჩემი ძალები ალბათ გამომდინარეობს ფესვებიდანაც. მამის ბებია მყავდა ძალიან დიდი ძალების მფლობელი, როგორც ვიცი მე გადმოცემით. თუმცა ძალები, უცნაური ძალები, უფრო ძლიერი გამოდგა. მე აღმოჩნდა რომ მე მიბრძანდებიან უფრო ძლიერი ძალები, ძლიერი ბატონები, დიდი ბატონები, ამაგრძალნეს ყავა, მე თურმეს არ ყოფილა, ნათელმხილველი ყოფილა უფრო მკურნალი და ძალიან დიდი შედეგები მქონდა ამ მკურნალობის სფეროში. ახალი ამპლუა სასარგებლო აღმოჩნდა. მაგრამ დამღლელი. ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს. ზოგჯერ ძალიან მძიმედ შევიქნები ხოლმე, ძალიან ცუდად ვხდები ზოგჯერ. ძალიან სახასიათო სიუჟეტის დასასრული. საბჭოეთის დიდ ბელაც იოსებ ჯუღაშვილს თურმე ნათელი მომავლის გარდა მკითხავებისაც სჯეროდა. გაუხმაურებელ ისტორიებს თუ დავუჯერებთ, სტალინი ხშირად იყენებდა ერთ-ერთი ნათელმხილველის რჩევებს. ამბობენ, რომ სწორედ მისი ხელი ერია სტალინის მტკიცე გადაწყვეტილებაში, როდესაც იგი ალყაშემორტყმულ მოსკოვს ჯიუტად არ სტოვებდა. ნათელმხილველს მისთვის ფაშისტებზე აშკარა გამარჯვება უწინასწარმეტყველებია, იმ შემთხვევაში თუ ბელადი დედაქალაქიდან ფეხს არ მოიცვლიდა. წინასწარ საკუთარი ბედის შეტყობა რუსეთის მეფე ივანე მრისხანეს გატაცებაც ყოფილა. ერთხელ მან ნათელმხილველი აიძულა სიკვდილის თარიღი ეწინასწარმეტყველებინა. შემდეგ კი მთელი დარჩენილი სიცოცხლე სასოწარკვეთილი ელოდებოდა საკუთარი გარდაცვალების დღეს. ნათელმხილველის ნიჭისა თუ თავად მეფის ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო ივანე მრისხანე სწორედ დათქმულ დღეს გარდაიცვალა.
გრიგორი რასპუტინის სასწაულმოქმედების უნარი მთელს რუსეთში იყო ცნობილი. თავად რასპუტინმა ეს სასწაულებრივი ზეგავლენა, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი ჰიპნოზისტის ნიჭი შესანიშნავად გამოიყენა საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რასპუტინის მისტიურ ძალას დიდ პატივს სცემდა მეფის ოჯახი, განსაკუთრებით კი ნიკოლოზ მეორეს მეუღლე ალექსანდრა თეოდოროვნა, რომელიც ფიზიკურ და სულიერ ხსნას დიდი სასწაულმოქმედის მკლავებში ეძიებდა. მამა გრიგორის ქამრები უბედურებისგან ცემის მეშვეობით რომ იხსნიდა ქალებს, მოგვიანებით ომში მიმავალ რუს ოფიცრებს დაურიგეს, რადგან თურმე ვინც ამ ქამარს წელზე ირტყამდა, სიკვდილი არ ეკარებოდა. თავად მონარქს ნიკოლოზ მეორეს კი მუდამ თან დაჰქონდა რასპუტინის მიერ ნაჩუქარი წმინდა საგნები, ჯოხი და სავარცხელი, რომლებიც თითქოს ცხოვრების მძიმე წუთებში შველოდა. აი ასეთი ვნებები აქვთ ცნობილ პიროვნებებს. თუ თქვენ გადაცემის დასაწყისში ტანმა გიგრძნოთ, რომ შუქი ჩაქრებოდა და მართლაც ჩაქრა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინასწარმეტყველების ნიჭით ხართ დაჯილდოებული. აბა